შეიძლება ადამიანი იმის ანალიზს ვერ აკეთებდე მაგალითად უახლოეს მომავალში რა ბედი შეიძლება ეწიოს სირიას ეს ხომ ესე არ დამთავრდება სირია ეხა აქეთ ისრაელმა წაიღო იქით თურქეთმა წაიღო და კურთებს უნდათ და ასე შემდეგ ხო ეხა თურქეთი შეეცდება კიდევ რაღაც თავისი გავლენები კიდევ გააძლიეროს იქ რუსეთი ჩახსნან და ასე შემდეგ უამრავი რაღაც იქნება რასაც გარდაუვლად მოყვება ერთმანეთში დაპირისპირება თუ არა სირიელი ხელისუფლების თქვათ ვინც იქნება დღევანდელის თუნდაც ცდილობები იმასთან დაკავშირებით რომ რაღაც ტერიტორიები რაღაცები დაიბრუნონ და ეს იქნება კიდევ ერთი საჯილდაო თქვა დაიტოვეს ეხლა არის რაღაცა ცხელი წერტილი სადაც აუცილებლად უნდა გაჩაღდეს ომი ამის დასკვნას რომ ვერ აკეთებ გავანებოთ თავი მაგრამ იმას ხომ მაინც უყურებ დღეს რა ხდება ანუ გამოდის ხელისუფლება ვისაც უნდა იმას კლავს ამასთან დაკავშირებით არავის არაფერი არ ენაღლება შენ ქვეყანაში უყურებ როგორ არიან წეგანას ხომ მოდი ხო ანალიზი უნდა გააკეთო მაგრამ არის კატეგორია ადამიანების რომლებსაც ეს ყველაფერი აწყობთ და ესენი არიან ნაყიდი ადამიანები მე ვლაპარაკობ იმ კატეგორიაზე რომლებიც ხარს უჭერენ ამ ადამიანებს ეგრეთ წოდებული ოპოზიცია რო ქვია და სამშობლოს გამყიდველები არიან რეალურად აგერ წავიდნენ და წარმოიდგინეთ არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში წავიდნენ და ესტონეთში დარეგისტრირდნენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია რომლებიც აქ პოლიტიკაზე გავლენას ახდენდნენ ეგ როგორ შეიძლება ხო როგორც კი დადგა საკითხი და ფარას კანონი წამოეწიათ გზაში ესტონეთში გადაბარგდნენ და იქ დარეგისტრირდნენ და ეჭვი არ შეგეპაროთ რომ ესენი კიდე პრეტენზიებს განაცხადებენ აგერ თქვენ და აგერ მე საქართველოში იმაზე რომ ამათმა რაღაცა მოვლენებში მონაწილეობა მიიღონ რა მნიშვნელობა აქვს ხა გვარითა და სახელით ქართველი რომ ხარ გაძლევს ეს იმის უფლებას რომ შენ საქართველოში რაც გინდა ისაკეთო არა ეგრე აგერ ბატონო რუსეთშიც არიან ქართველი გვარისა და სახელის ვიღაცა ბიზნესმენები პუტინის კართან დაახლოებულებიო ეძახიან აგერ ეხა სტიქია რომ იყო ფულების გადმორიცხვის იმ ხალხმა მაგრამ აბა კარგი ბიჭები არიან ვიღაცამ თქვა საქართველოში რაიმე პრეტენზია განაცხადოს რომ რაღაც ან არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა ამ პოლიტიკაში შემოხედოს ხო და ნახეთ რა ამბავს ატეხენ მაგრამ ესენი ფიქრობენ რომ ამათ აქვთ უფლება ესტონეთში იყვნენ იმიტომ რომ საქართველოში რო იყვნენ ხო ესტონეთი ხო კარგია და ის ხო ცუდი პრიორი ესტონეთი ანუ ესტონეთი რო კარგია ეგ ვიცით როგორი კარგია ანუ უყურე თემა რა არის რომ იქ არ გაუკონტროლებენ ფინანსები საიდან წავა და საიდან შემოვა და აქ უნდა გქონდეთ რაღაცა ესეთი სერიოზული პრეტენზიები სინამდვილეში ამ გაჭირებულებმა ისიც არიციან რომ ესტონეთი ყველაზე დიდი პრობლემა არის ესტონეთისთვის იმიტომ არიან ყველაზე აგრესიულები იქ ევროკავშირშიც ბალტიის ქვეყნებს როგორც აგრესიულებს ისე მოიხსენებენ ესტონეთში არის დარეგისტრირებული 1,100,000 მოსახლე აქედან 20% გასულია დასავლეთ ევროპაში 24% არის რუსი წარმოშობის აი აქ არის მთავარი პრობლემა ნებისმიერ დროს, როდესაც მოინდომებს რუსეთი, ძალიან მარტივია სიტუაციის ნაცნობი მეთოდები. რა თქმა უნდა, იმ მეთოდებით და მე თავისი მოსახლეობის დაცვასაც რა თქმა უნდა მოინდომებს. სად რუსების ტემპერამენტი და ბრძოლის უნარიანობა და ზუსტად იმდენი არ მიაყავს ესტონეთიან. არც ეკონომიკა არც დიდი არაფერსაც უბრალოდ იქ გადაბარგნენ აგრესიულ ქვეყანაში, რომლებიც დაინტერესებულები არიან ჩვენი ქვეყნის ჩამოქცევით, იმიტომ რომ ეს პერსპექტივა ელოდება და ცდილობენ რომ როგორმე რუსეთში აქ გააჩაღონ ცეცხლი, აქეთ გადმოიტანონ და ერთი აუცილებლად მინდა სოციალურ ქსელებში შემხვდა ესეთი რაღაცა ნარატივი, თითქოს ვის უნდა საქართველოში ომიო ისო რა ქვია 3 დღე 4 დღე გაეძრო და რა აზრი ქონდათო და ან რაღაცა რა პარტიზანული და კიდე ვითომ ქილიკობენ ამასთან დაკავშირებით ამ კატეგორიას და თქვათ ვისაც აინტერესებს მინდა უთხრა რომ ეს 3 დღიანი და 5 დღიანი ომი რა თქმა უნდა არავის არ ადარდებდა ჩვენ რამდენი გავწყდებოდით ეს ერთი პარტიზანულ ომთან დაკავშირებით შეიძლება ისიც კარგად იცოდნენ რომ ჩვენ მაინდა-მაინც შეიძლება დიდი პარტიზანობა იქ რაღაცები არ აგვეწია, მაგრამ აქ თავარი იყო რა უკრაინელები, ბოევიკები, სირიელი ბოევიკები, თურქეთში დაძინებული ბოევიკები რო არიან და თავარი იყო
ამ ხალხის მეშვეობით ჩრდილოეთ კავკასიის არევა პარალელურად. ანუ ჩრდილოეთ კავკასია და საქართველო ერთიანობაში სერიოზულ პრობლემას შეუქმნიდა რუსეთს. და მოუწევდა ძალების აქეთ რა განმავლობა. თქმა უნდა და ეს ომი ისე კი აღარ იქნებოდა რომ ვინმეს გაუფრთხილდებოდა. რუსეთს ვინაიდან და რადგანაც აგერ უკრაინაში სერიოზული პრობლემა აქვს, ჩვენთან რო შემოგვიწელდებოდა, შეეცდებოდა რომ რაც შეიძლება მალე დაენგრია აქაურობა, რასაც უკრაინაში აკეთებს. აუცილებლად იმას გააკეთებდა, გატრიალდებოდა და წავიდოდა. უარესითაც. რა თქმა უნდა, უარესი თუ არა. აი ეს იყო ჩაფიქრებული, ესე ვიყავით გამეტებულები ჩვეულებრივად. ეს იყო იმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების მიერ დაგეგმილი, რომლებსაც ახლა ეს ხალხი ტაშს უკრავს. მე მინდა რომ ამ ხალხს უთხრა, გამოფხიზლდით. ჩვენ ვართ შეწირული ქვეყანა და მადლობა თქვით, რომ საქართველოში გამოჩნდა ის ხელისუფლება და საზოგადოების ის დიდი ნაწილი, რომელმაც ეს საფრთხე დაინახა და არიდა ქვეყანას. ჩვენ ვიყავით დაღუპულები ჩვეულებრივად.